ერთად აგლოცოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო, წყალობა და კურთხევა არ მოგაკლოთ. ჩვენ ვსაუბრობდით კერძო თაყვანისმცემლობის საფუძვლებზე, მისი არსი თუ რაში მდგომარეობს და ერთ-ერთი ფორმა აი ამ საშინელი გამოვლენებისა არის საკუთარი მეს თაყვანისცემა, ანუ როდესაც ადამიანი უგულებელყოფს ღვთის არსებობას, ღვთის განგებულებას მასზე და მხოლოდ საკუთარი თავით არის დაინტერესებული, საკუთარი მე არის მისთვის პირველი და არა პიროვნული ღმერთი. ამის ერთ-ერთი საფუძვლიანი გამოვლენა გახლავთ ამპარტავნება და წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ დასაბამი უფლისაგან განშორებისა და განდგომისა სწორედ ამპარტავნება გახლავთ და როდესაც ვსაუბრობ ჩვენ ადამიანის საკუთარი მეს თაყვანისცემაზე, ამის საფუძველთა საფუძველი სწორედ ამპარტავნებაში უნდა ვეძებოთ ჩვენ. სწორედ ამპარტავნება შობს აი ამ მეს თაყვანისცემას, მის სხვა ფორმებსაც ასევე, როგორიცაა თავისმოყვარეობა, თავმოთნეობა, ცუდმედიდობა, ზვაობრიობა, თავმომწონეობა, თვითნებობა, ეგოიზმი, ქედმაღლობა, თავისმართლება, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარი თავის სიბრალული თუ სხვა და სხვა. და წმინდა მამათა თქმით, სწორედ ამპარტავნება ძირი აი ამ ყოველივებნებისა, ამიტომ მარტო ადამიანი კი არ დაამარცხა მან ეშმაკმა, არამედ თავად ანგელოზების ჩამოაგდო ციდან სწორედ აი ამ ამპარტავნების გამო. და წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ამპარტავნება არის საძაგელი ღვთისთვის და ანგელოზებისა და ღვთის წმინდანებისთვისაც ამპარტავანი ეშმაკის მოზიარია, ამპარტავნების გამო მოიდრიკაცა და შეირყამიცა, შეწწუნდა ურსკული, შფოთმა მოიცვა ანგელოზები და იქცნენ დემონებათო, ბრძანებს ანტონი დიდი. ესე იგი, როგორც ხედავთ ჩვენ, ამპარტავნების გამო მოხდა უდიდესი დაცომა სამყაროში ანგელოზების სახით, რომლებმაც ინებეს საკუთარი თავის გაღმერთება და შემდეგ ადამიანიც აი ამ ნებით განშვალეს. წმინდა იოანე ოქროპირიც ბრძანებს იმავე პათოსით, რომ ამპარტავნება ცოდვის დასაწყისია და ამპარტავნებით იწყება ნებისმიერი ცოდვა და მასში პოულობს თავის დასაყრდენსო ისო. წმინდა იოანე კასიანე კი ამბობს, რომ ამპარტავნება თავდაპირველი ცოდვის მიზეზია, როგორც თქვით ჩვენ, და ავადმყოფობის მთავარი საწყისი. ამპარტავნების გამო განდევნილი ლუცეფერის საშუალებით შემდეგში პირველქმნილ ადამიანს მიეპარა ის, წარმოქმნა სისუსტეები, საბაბი ყველავნებისა, რადგან როდესაც ის ფიქრობდა, რომ შეეძლო ღვთაებრივი დიდება ნების თავისუფლებითა და საკუთარი მცდელობით შეეძინა, მან დაკარგა ისიც, რაც მას შემოქმედის მიერ ჰქონდა მიმადლებული. და ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ მდიდარი იყო ადამიანი თავისი ბუნებით, ასევე ანგელოზი, რომელიც დემონად იქცა, მას ფაქტობრივად ყველაფერი ჰქონდა, როგორც ქმნილებისათვის, სრულყოფილებისათვის იყო საჭირო, კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებაც ჰქონდა ამისი, მაგრამ სწორედ აი ამ საშინელი ბნების გამო ადამიანმაც და ანგელოზმაც და ადამიანმაც ინება ღმერთობა და დამარცხდა და დაკარგა ის, რაც მას ჰქონდა. ასევე ხედავთ ჩვენ, რომ ყოველი ადამიანის დაცემის მიზეზი ცოდვებისა და ბნებების სათავეში უნდა ვეძიოთ. წმინდა მამები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ამპარტავნების ბნებაში მყოფ ადამიანში მრავალი მანგიერ ჩვევა შენიშნავთო, რითაც ესენი პიროვნებაში, ესე იგი ამ ცოდვის არსებობას შენიშნავენ. აი მაგალითად, ასეთი რამეა, თუ ხორციელი ამპარტავნება მაგალითად შემდეგი ნიშნებით გამოირჩევა. ლაპარაკის დროს ადამიანმა იცის
ყვირილი მაგალითად, ხო? ეს არის თურმე ნიშანი. თუ მილისას განაწყენება, თუ მხიარულია, ძალიან ზედმეტი ხმამაღლობით მოსდის ეს, ზომა გადასული სიცილი იცის. სამწუხარო შემთხვევაში კი უგუნური მწუხარება, ანუ ზომაზე მეტი მწუხარება ახასიათებს ესეთ ადამიანებს. პასუხისას ანჩხლია ხოლმე და რაღაც უხეშად გიპასუხოს შეიძლება შეკითხვაზე. საუბარშიც რაღაც ქარაფშუტული და საკუთარ თავზე დაყრდნობით საუბრობს ხოლმე. სიტყვები აქვს ისეთი, რომ გულის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე გამოდის, რაღაც გულგრილი, ცივი საუბრები. ზევიდან თითქოს გიყურებს, ესეთია მისი დახასიათება და მას არ აქვს, რა თქმა უნდა, მოთმინების უნარი და უცხოა ყოველგვარი სიყვარულისათვის. წმინდა მამები ასევე ამბობენ, რომ ესეთი ადამიანი კადნიერად შეურაცხყოფს ნებისმიერ ადამიანს, თავად კი ვერ ითმენს თუ მას შეურაცხყოფა, არათუ შეურაცხყოფა უბრალოდ თუ ამხილეს ან შენიშვნა რაიმე მისცეს მას. მორჩილებისაკენ მიდრიკილიც არ არის, როცა რაიმე მისი სურვილსა და ნებას არ ემთხვევა დარიგებების მისაღებად, რა თქმა უნდა, შეუვალია და ფიქრობს, რომ მხოლოდ თავისი აზრი და თავისი იდეა არის მისაღები და მოსაწონი. ერთი სიტყვით, თავისი ნების უარყოფა მას არ შეუძლია, სუსტია ნებებთან ბრძოლაში, სხვებისადმი კი სულ იბრძვის, რომ სხვა დაიმორჩილოს, ხშირად ძალიან ჯიუტიც არის ესეთი ადამიანები და ყოველთვის საკუთარ აზრზე დარჩენას ცდილობენ და არაფრით სურთ, მაგალითად, დაუთმონ რაიმეში სხვას, ან გაითვალისწინონ უფრო გონიერი და ბრძნული აზრი. ამრიგად, რამდენადაც უძლური შეიქმნა და არ იღებს ადამიანი აი ამ გადარჩენის საშუალებას, რჩევა და არიგებას, ყველაფერში უფრო მეტად საკუთარ აზრს ენდობა, ვიდრე მაგალითად წმინდა მამებისა და თუ გნებავთ გამოცდილი ადამიანების რჩევა და არიგებას. თუ კი გვსურს გამოვიკვლიოთ ჩვენი შინაგანი სამყარო, ასევე მამები გვირჩევენ ესეთი საკუთარ თავს ესეთი შეკითხვები დაუსვათ. იცავ თუ არა ადამიანი ღვთისმცნებებს. საკუთარ თავს თუ კითხავთ, ჩვენ უნდა აქვე ვთქვათ, რომ ამბარდავნება ისეთი ძლიერი ვნება გახლავთ, რომ მისი ფორმები სხვადასხვა გვარია და ამდენად თუ გინდ მცირე დოზით იყოს ის, მაინც უნდა შენიშნოს ადამიანმა საკუთარ თავში და ყველა ადამიანი მეტნაკლებად უნდა იაზრებდეს აი ამ ვნების არსებობას საკუთარ თავში. ამიტომ თუ ჩვენ გვიყვარს კი ღვთისმცნებები, ესეთი შეკითხვას როდესაც უსვამთ საკუთარ თავს, რომ კეთილგონიერი ქრისტიანი მიხვდება, რომ ის არ არის კარგი შემსრულებელი ქრისტესმცნებებისა, რომ მას უამრავი ნაკლი აქვს, აქედან გამომდინარე ის დაიმდაბლებს თავს. გვიყვარს კი ჩვენი მტრები მაგალითად. ხო, ეს ძალიან მტერი კი არა, დღეს მოყვასიც აღარ გვიყვარს, მგონი ისეთი დრო დადგა და ოჯახის წევრების მიმართ არის სიძულვილი და სისასტიკე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მით უმეტეს მტერი არ გვიყვარს, ესეც რა თქმა უნდა ამბარდავნების ნიშანია. გვიხარია, როდესაც ამაღდება და განდიდდება მაგალითად ჩვენი მოწინააღმდეგე, ესეც რა თქმა უნდა ჩვენ არ გვიხარია, ხშირ შემთხვევაში გშურს იმ ადამიანების და ვართ გაღიზიანებული, რომ რატომ არ მოხდა ეს ჩვენ საკუთარ თავზე და მოხდა სხვასთან, სხვის ცხოვრებაში და ვართ ამითი დამძიმებული. მაგალითად გულს გვტკენს, როდესაც გვამცირებენ, აღარაფერს ვამბობ, რომ ურგები მონები ვარ და უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ცოდვილზე უცოდვილესები ვარ ჩვენო და აი ესეთია წმინდა მამების დარიგება ამ საკითხისადმი. თუ კი ამის საწინააღმდეგოდ ისეთი განწყობა გვაქვს, რომ მზად ხარ ყველას ასწავლო, მაგალითად გამოასწორო ადამიანი, იცოდე უნდა რომ სულის ეს განწყობა ნამდვილად ანადგურებს ყველა ჩვენ სათნოებას და ეს არის კიდე დასაბამი იმ ამბარდავნებისა, რომელზეც საუბრობთ ჩვენ დღეს. ყველა ჩვენგანმა ასევე კარგად უნდა უწყოდეთ, რომ ადამიანს ბუნებით
დაყვება სურვილი განავითაროს, სულყოს თავისი ძალები, ეს ბუნებრივია და ნორმალურია, მაგრამ ჩვენი თავმოყარეობა და სიამაყე ბოროტად იყენებს ამ მისწრაფებას, რის შედეგადაც საკუთარ თავზე შეყვარებული ღმერთის გარეშე ფიქრობს ყოველივეს მოწყობას, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით სურს ყოველივეს განხორციელება, რაც არის დამანგრეველი მისთვის. და იმისათვის, რომ გახდეს ადამიანი პირველი ცხოვრებაში, ხშირად ხედავთ ჩვენ ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება, გახდეს გავლენიანი პიროვნება, მოიხოჭოს სიმდიდრე, მრავალი სხვა რამ პატივისა და დიდებისათვის. ამიტომ ამპარტავანი მამების აზრით მუდმივად არის დაუკმაყოფილებელ მდგომარეობაში. იგი არ შეიძლება ბედნიერი იყოს, რადგან ბედნიერია ის, ვინც იმას სჯერდება, რაც აქვს და ღვთისმიმადლებულით არის დაკმაყოფილებული, მაგრამ ამაყი ამ მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს და ის თავისი გულით მარადისობას ვერ შეიგრძნობს, იმიტომ რომ მისი ყოველივე სურვილი, ნება, ტოლვა არის სწორედ რომ ამ ქვეყნისაკენ მიმართული და ვინაიდან მასში ეს მოუნანიებელია, ეს ცოდვები და ნებები ბუდობენ, ამპარტავანს არ შეუძლია მოინანიოს ეს ყველაფერი და ამპარტავანი მუდმივად საკუთარ თავზე იწყებს ფიქრს ნაკლებად მოყვაზე და ადამიანისათვის ეს საკუთარი კერპი თაყვანისცემის საგანი ხდება, მას აღარ შეუძლია ძმაუნდადანო სინანული, იმიტომ რომ ცამდე მართალი გონია მისი თავი, მას არ სჭირდება ლოცვაც, იმიტომ რომ ეს მას არ შეშვენის და არ ეკადრება და ხედავ ჩვენ ესეთ განწყობასაც საზოგადოებაში, რომ მდიდარი ადამიანი ერიდება ეკლესიაში მისვლას, ხშირ შემთხვევაში იმის გამოც, რომ არ სურს გაერიოს უბრალო ხალხში და იქ დადგეს მათთან გვერდით და მისთვის ეს უკადრისია და ის ფიქრობს, რომ მისი ფენა ეს არ არის და მისი საზოგადოება ეს არ არის და ესეც უდიდესი ამპარტავნების ნიშანია და ამიტომ წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა ესეთი რამე თქვა, რომ ეს უგუნური ნება უწოდა კიდეც მას, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლა, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია ვიდრე სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორად იმას ფიქრობენ, რაც თავად გონია და ამიტომაც ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს, როგორც ობობაო, ესე ადარებს წმინდა მამა, აბლაბუდას აკეთებს ცენტრში და ასევე ისეთი კაცია თავის თავს ყველაფრის სათავეში რომ წარმოიდგენს, როგორც ობობა, ესე იგი ქსელს საკუთარ თავისაკენ, ისევე ამპარტავანიც ადამიანი, რომელიც როდესაც ფიქრობს, ან აკეთებს რაიმეს საკუთარი თავი ყოველთვის ყველაფრის თავი გონია, ყველაფრის ცენტრი გონია, საფუძველი და აქედან აქვს ორიენტირები. ამრიგად წმინდა მამები გვასწავლიან ჩვენ, რომ ამპარტავნება უსაგელესი ცოდვა, რომელიც ხშირად დაფარულია და გულის სიღრმეში იმყოფება და ადამიანმა შეიძლება თავმდაბლად მოაჩვენოს კიდეც თავი, თავმდაბლად ისაუბროს, მაგრამ თუ გულის სიღრმეში თავს ნამდვილად არ დაიმდაბლებს, ამ შენიღბულ თავმდაბლობით მაინც ამპარტავანი დარჩება და მაინც იქნება ამ მძიმე ვნებაში. ეხლა როგორ გამოვასწორო ჩვენ საკუთარი თავი, რას გვირჩევენ წმინდა მამები ამ სცენისაგან განკურნებისათვის. წმინდა ივანე ოქროპირი გვირჩევს, რომ გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები და უნდა შევიმეცნოთ ღმერთი და ხოლო ღმერთს რომ შევიმეცნებთ, ანუ მოგცილდება ეს ყოველგვარი ამპარტავნება, ვინაიდან ვინც იცის, რომ ის როგორ დაემდაბლა თავი ღმერთკაცმა, ის ვეღარ ამაღლდებაო. ანუ როგორ დაემდაბლა თავი ღმერთკაცმა, უკიდურესად დაემდაბლა, ხო? თავი ღმერთი გახდა შეურაცხყოფილი ადამიანების მიერ, ხატი მონისა მიიღო
და აი ესეთ შეურაცხყოფილი მთელი მისი ცხოვრებით განლო მან აი ამ ქვეყნიურ ცხოვრება და ბოლოს ჯვარზე გააკრეს და ტკივილითა და ნეწყვით და სიკვდილით დაასრულა ამ ქვეყნიური ცხოვრება. ამას როდესაც გაიაზრებს ადამიანი, ანუ შევიმეცნებ ჩვენ ღმერთს, ესე იგი შევიმეცნებთ სახარებისეულ მცნებებს, ჩვენ უნდა მოხდეს ჩვენი დამდაბლება. ასევე გვირჩევს წმინდა მამა იოანე ოქროპირი, რომ იფიქროთ გეენიაზე, იფიქრე მათზე, ვინც გაცილებით შენზე უკეთესია, იფიქრე რამდენად დამნაშავე ხარ ღვთის წინაშე და მალე მოათვინიერებ შენ გონებას და დაამდაბლებ მასო. ესეც ძალიან სასარგებლო რჩევებია, ესე იგი საშინელ სამჯაროზე ფიქრი, ჯოჯოხეთზე ფიქრი და ასევე კარგით ყოფილა თუ ვიფიქრებთ ვინც ჩვენზე უკეთესია, ანუ რომ ესე იმას ნიშნავს, რომ ჩვენზე უკეთესი სულიერად ეს იგულისხმება და როგორ უნდა მივახციოთ ჩვენ ამას. წმინდა ბასილი დიდი კი კითხვაზე როგორ გამოვიცნოთ, ესე იგი ამპარტაონი და რით განკურნოთო ამბობს ესეთ რამეს, რომ გამოვიცნობთ იმით, რომ უპირატესობას ცდილობს, ესე იგი უპირატესობის გამოძალვას ცდილობსო, ხოლო განიკურნება თუ ირწმუნებს შემდეგი სიტყვების მთქმელის სამჯავროს, ამპარტავანთა შემოსავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლიო. ეს ცნობილი სახარებისეული სიტყვები იაკობ მოციქულისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანს ეს ამპარტავნებისათვის მიგებული სასჯელის შიშიც რომ კონდეს, ვერ შეძლებს აიავნებისაგან განკურნებას, თუ არ მოიცილებს ყველა გულის სიტყვას თავისი უპირატესობის შესახებ. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა დარიგება. ანუ ჩვენ უნდა მოვიშოროთ ის აზრი ჩვენი თავიდან, შინაგანი მდგომარეობიდან, რომ ვართ სხვაზე უპირატესები. ესე იგი, წმინდა იოანე კიბის-სამღვწერელი კი ასეთ რამეს გვირჩევს, რომ ძალიან სასარგებლოა დაქვემდებარებაში ყოფნა. და შემდეგ კიდე უკეთესია ისეთ მძიმე დამამცირებელ ცხოვრება, წმინდა მამების ზებუნებრივი ღვაწლის შესახებ დაწერილი თხზულებების წაკითხვა, შეიძლება ამით ამპარტავნების ხსნის მცირე იმედი მაინც გაუჩნდეს ადამიანს, თავი შეიქო მხოლოდ იმ სათნოებით, რომლიცაც შენს დაბადებამდე გქონდაო, ესეთ რამეს გვეუბნება, ანუ რა დაბადებამდე რა სათნოებები ქონდა, ანუ არაფერი არ ქონდა, ხოლო ისინი, რომლებიც შეიძინა დაბადების შემდეგ, ღმერთმა გიბოძა, როგორც თვითონ დაბადებაო. რა თქმა უნდა, ესე იგი ჩვენ არაფრით არ უნდა ვამაყობდეთ და ვტრაბახობდეთ, ვინაიდან ჩვენი ფაქტობრივად არაფერია, ის ყოველი ნიჭი ამაზე გვისაუბრია ჩვენ ყველაფერი ღვთისაგან მოდის და ღვთის საჩუქარია, რომელიც უნდა განვამრავლოთ ჩვენ, ის ტალანტი მოძებული, 5 იქნება თუ 3 თუ 1 სახით, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რამდენსაც მოგცემს, ის უნდა გავამრავლოთ და მადლობა შევწიროთ ღმერთს ამისთვის. და წმინდა ეგნატე კავკასიელი ესეთ რამეს მოძღავს, რომ პირველად სახარების მცნებების შესრულებას უნდა შეუდგეს ადამიანიო. ანუ კერძოდ გადაწყვიტოს თუ ქრისტიანი განახორციელებს აი ამ სახარების მცნებებს საკუთარი განეგნული თუ შინაგანი ქმედებების მიხედვითო. მაშინვე დაინახავს თავის დაცემულ ბუნებას, რომელთაც წინააღმდეგება სახარებას და ჯიუტად ეწინააღმდეგება ხშირად მას. ესეც ძალიან სასარგებლო რჩევაა. ხედავ ჩვენ რომ წმინდა მამა გვირჩევს, რომ სიღრმისეულად განვიხილოთ სახარება და არა გარეგნულად მხოლოდ და აქედან დავინახავთ ჩვენ, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ჯიუტად ვეწინააღმდეგებით ჩვენ ცხოვრებაში სწორედ სახარებისეულ მცნებებს. სახარების შუქზე ქრისტიანი საკუთარ თავში მთელი კაცობრიობის დაცემას ხედავს და აი ამ ხედვისაგან ბუნებრივად იშვება დაბალი შეხედულება საკუთარ თავზე, რომელსაც სახარებაში სულის სიგლახაკე ეწოდება, ასე ბრძანებს მათე მახარებელი. საკუთარი დაცემულების დანახვა, ეს უკვე არის ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული წინ, როდესაც
ადამიანი ხედავს საკუთარ დაცემას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეიცნოს, რომ სჭირდება ხსნა, მხსნელის აუცილებლობას ხედავს და ცოცხალი რწმენით ირწმუნებს უკვე სახარებას და შეიძლება ღრმა სინანულიც გაუჩნდეს თავისი ცოდვებისარა გამო. ასეთი მდგომარეობა არის უკვე მადლმოსილი ნიჭი, როგორც წმინდა მამა ამბობს და მადლის მოქმედების ნაყოფია და ამიტომაც წარმოადგენს